დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, ნუცა თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად გავაცილეთ და არანაკლებ კარგი სტუმრები მინდა სტუმრები. ხო, დღეს რაღაცა ინტერნაციონალური დღე გვაქვს, ამერიკა, რუსეთი რაღაც. ვიმუშავრეთ ბროდვეიზე და ამჯერად გავისეირგეთ პარიზში. მოკლედ მინდა წარმოვადგინო ბჟალავების ოჯახი, მოდი ესე ვიტყვი, ახლა კი პერსონალურად მინდა შემოვიპატიჟო სტუდიაში ბატონი ბელა, ქალბატონი, პროცესორი, ბელა ბაჩულიძე და ქალბატონი ნინო ბჟალავა. მობჟადით. ბჟალავების ოჯახი. ქალბატონი ბელა მისი დედა. ხო. გამარჯობა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ მობჟადით. როგორ ბრძანდებით? თავად არაჩვეულებრივია, ძალიან კარგი გადაცემა გვაქვს დღეს. აი ხასე აძლევ. ძალიან მუსიკალური. ხო. არაჩვეულებრივია, ჩვენ წვენდით აღწევარი გადაცემა. ძალიან კარგი, ხმაყურებელს მინდა უთხრა, მათ გიტარა შემოიტანეს და გიტარა თუ გამოჩნდა ის აუცილებლად დაუკრავს. აუცილებლად. ხო. მოკლედ, რატო ჩამოყოდით და რატო წახვედით? მოდი აი, უფრო საინტერესოა. რატო ჩამოხვედით ეგ გასაგებია, რატო წამზადით ეს არის საინტერესო. დიდი ხანია წავედით უკვე მაგრამ ეტაპობრივად წახვედით, როგორც ვიცი, ერთი რამე რაც ვიცი არის, რომ თქვენ ასე ეტაპობრივად ანუ ოჯახის წევრები მეუღლე მიწვიეს 90-იან წლებში სიმპოზიუმზე, მცხეთის სიმპოზიუმის შემდეგ მეუღლეს ერთად მისი მეგობრები, ქართველი მოქანდაკეები. და მე ისე აეწყო ცხოვრება, ერთი გამოფენა, მეორე გამოფენა მიეწყო, დარჩა და შემდეგ ჩვენს საბოლოოდ ხო, ესე გამოვიდა. გინდოდათ მიტოვება თუ უბრალოდ აი მეუღლის სიყვარულით და მასთან ყოფნის სურვილით წახვედით ჯერ? როგორ არა ჩვენი ქვეყანა გვინდოდა ყოველთვის აქ ცხოვრება. ესე მოიტანა ცხოვრება. ესე ხდება. იქ დავფუძნით. მე როგორ დაიმკვიდრეთ იქ ადგილი? მოიცა სანამ დამკვიდრდებოდა, ნინო წავიდა მოგვიანებით, ანუ ჯერ ქალბატონი ბელა წაბრძანდა მეუღლესთან, შენ წასვლა მე მახსოვ ხარ აკადემიიდან, ანუ ნუცაცა, შენ შემოვიდა ვუყურებდი, საიდან მეცნობა თქვა, ანუ კარგი სტუდენტობა გაატარე და რატო წახვედი საბოლოოდ შენც იქ? მე იქ ვსწავლობდი. თან აკადემიაში ვსწავლობდი, თან იქ ვსწავლობდი და ნუ იქ სად სწავლობდი სორბონაში? არა, სორბონაში არა, ვსწავლობდი ჯერ ობიუსონის დეკორატიულ სკოლაში, მე ვსწავლობდი პარიზში, გობელენებში. ხელოვნების. კი, სულ ხელოვნების. მოკლედ აკადემიის სტუდენტებმა გაამართლეს დღევანდელი გადაცემა რაღაცა ჩანს. რაღაც სულ მუსიკაში. მუსიკაში ნამდვილად. და მე დარჩით და შერჩით ასე, როგორ დაიმკვიდრეთ თავი, როგორ დაიწყეთ ცხოვრება, ძნელი იყო თუ არა? იყო როგორ ჩახვედი? მე მგონია მაინც მამის დამსახურება, ჩემი მეუღლის ნინოს მამის რომ ჩვენ იქ დავიმკვიდრეთ, თუ ქვია ამას დამკვიდრება. ალბათ ქვია ჩემი მეუღლისგან და ჩვენ სულ აქეთ გვაქვს მაინც გუნდა სულ მეუღლესაც. მაგრამ ამჟამად იქ ვცხოვრობ და მოღვაწეობ ჩემი მეუღლე და ანუ ჩვენც ასე გამოვიდა. რასაკეთო? საღარ ვაკეთებთ ხელოვნებაში. ხო. 4-ვე, ანუ მამა ჩემი მოქანდაკეა. ძმაც მოქანდაკეა. ძმაც მოქანდაკეა. დედა მომღერალია, ნუ აქ მსახიობი იყო მუსკომედიის თეატრში მოღვაწეობდა. და აი თურმე საიდან მეცნობით თქვენ. პატარა ეს ყველა ცნობს, ყველაფერი. ჩვენი ყველა მღერის მეგობრები ჩემთვის საოცარია. და მე ნუ ეს სამხატვრო აკადემიიდან მე ძალიან ბევრ მაშინ ცადე ბედი თუ როგორ არის არ ვიცი. ჯერ ხალიჩები და მე თეატრის დეკორაციაზე სწავლობდი და მე ფოტოს და თან მიყეს იმღერა. და იქ აი მე ძალიან დამაინტერესა ახლა თეატრის დეკორაციაზე მუშაობდი და რამე სპექტაკლი გაკეთებული გაქვთ იქ? არა, იქ არა. დეკორაციაზე არ მიმუშავია, იქ ფოტოგრაფად მიმუშავია, მხოლოდ. სპექტაკლზე მიიწვიეს ამჟამად. სპექტაკლის ფოტოგრაფად. იცით რა მაინტერესებს? პირველდან როგორ დაიწყეთ სიმღერა? მაშინვე სცენაზე გახვედით, ან თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ეს იყო Le Printemps des Poètes, ესეთი ფესტივალია, პოეტების გაზაფხული ქვია. და მეგობარმა მიგვიწვია, რომ პორტუგალიური პოეზიის საღამოები იყო და არაჩვეულებრივი პოეტები, თარგმნელები და იმღერეთო ქართული სიმღერა. ჯერ ჩვენ სახლში რაღაც სუფრა გქონდა, ჩვენ რო ვიმღერეთ და მან მოგვისმინა. უნდა გავაკეთო საღამო და ჩვენ ადგილობრივი მეგობარი ფრანგი იყო. ფრანგი პოეტია. ესე აქედან დაიწყო, პრინციპში 2002 წელი იყო. უკვე ამდენი წელია თქვენი მღერით. ახალი გათვლილი გაქვს როგორც მომღერლობ, ხო? ჩვენ ჯგუფიც ყავს. რა ქვია ჯგუფი? ოდა. და რატო ქვია? ჟალავებს ოდა ეკდება. არა მარტო, იმიტომ რომ იქ სამხრეთ საფრანგეთში სადაც მამა სახელოსნო აქვს. ოდ არის ესეთი რეგიონი. ესეთი. ოდა კარგად მოუხდა.
და ოდა პოეზიის დიახ, როგორც წევრები ვინ არიან? ჰიმნი, ოდა. ფრანგები არიან, ქართველები ან ფრანგები? უკრავართ, საოცრად უყვართ. ანუ რა ინსტრუმენტებზე უკრავენ? გიტარა და მანდოლინა. რა საინტერესო ძალიან საინტერესო იქნებიან. კი, გავაკეთეთ სხვა ფერებს აძლევს ქართულ სიმღერას და ჩვენ რამოდენიმე ფრანგულ სიმღერასაც ვმღერივართ და სადღაც აი ფადო, რომანსი, სადღაც აი ქართული პოპულარული სიმღერა, რომელიც აი ჩვენი წინაპრები რომ მღეროდნენ. ნუ ფაქტია გააცოცხლეთ ის, რაც ფაქტიად მივიწყებული. და კიდევ ერთხელ საინტერესო სინთეზის მოსწრება. ცოტა რაღაცები, ანუ ჩვენებურად რა თქმა უნდა. ვითომ მიუმატეთ არ ვიცი ეს და თქვენ. ამას ცოტა ხანში ჩვენ გავიგეთ. მოკლედ რეკლამის შემდეგ ძალიან მალე დავბრუნდებით, თქვენ მოისმენთ მათ მიერ შექმნილ რაღაც ახალ სინთეზს ქართული მუსიკის, ფრანგული მაგდალინის, ენის და რა ვიცი კიდე რის. მოკლედ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.